მოგესალმებით, მინდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადება გაგაცნოთ. ხელისუფლების დღევანდელმა განცხადებებმა და კერძოდ სოზარ სუბარის განცხადებამ დაადასტურა, რომ ვანო მერაბიშვილი ნამდვილად გაიყვანეს საპატიმროდან და ადგილი ჰქონდა მთავარი პროკურორის მხრიდან მასზე ზეწოლასა და შანტაჟს. ამ ეტაპზე ხელისუფლება ღიად აცხადებს, რომ არ აპირებს არც გამოძიების დაწყებას და არც კამერების ჩანაწერების გამოქვეყნებას. არსებული სურათით იკვეთება, რომ ხელისუფლება დაადგა დანაშაულის ჯგუფური დაფარვის გზას. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მთავრობამ უკვე იზრუნა კვალის დაფარვაზე და ფირების უკვე წაშლილია. დროის გაჭიანურება კი ახლა სჭირდებათ იმისთვის, რომ სცადონ ფირების ფაბრიკაცია, ეს რომ ასე არ იყოს, დამეთანხმებით, რომ გამოძიებაც დიდი ხნის დაწყებული იქნებოდა, დაიწყებდნენ უკვე გუშინ და ასევე კადრებს გაასაჯაროებდნენ. ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ადასტურებს, რომ დაიწყო მთავარ ოპოზიციურ პარტიაზე შეტევის ახალი ტალღა. ქართულ ოცნებას ეშინია ჯანსაღი კონკურენციის და ამიტომ უნდა რომ ციხეში დატოვოს პოლიტიკური პატიმრის სტატუსით და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი, ასევე გრძელდება დევნა და დაკითხვა პარტიის ლიდერების, დაიწყეს ახალი გამოძიება გიგი უგულავას წინააღმდეგ და მოგეხსენებათ, რომ გიგი უგულავა გახლავთ მთავარი პოლიტიკური ოპონენტი ქართული ოცნების თვითმმართველობის არჩევნებზე, რომელიც რამდენიმე თვეში გაიმართება. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კიდევ ერთხელ მოითხოვს, რომ სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება, გასაჯაროდეს სათვალთვალო კამერების გრძელვადიანი ჩანაწერები და შეიქმნას საპარლამენტო კომისია ამ ორგანიზებული დანაშაულის გამოსაძიებლად.